Salam. Salam. ოფილიყო გადავა. იყოს. ყოფილიყო რა, კაი კადრი იქნებოდა რა. ნერვები მეთხრება რომ 160,000 მოსახლიდან რომ აი აქ მთავრდება ერთი ჯაჭვი. კი, მეგობრობაზეც არის. და სხვადასხვა ადგილებშია, მაგრამ კონკრეტულად არ უნდა წყდებოდეს რა ნაკადი. და აი ყელში მაქვს ეს ყველაფერი რა, რომ წყვეტადია რა. თორე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არის, როცა ხალხს ხედავ ერთი იდეისთვის. იმაზე გახარებული არ ვარ არასდროს, როდესაც უამრავი ხალხია. არა რუსთავი ყოველთვის მკვდარია მაგ მხრივ. ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი ყოველთვის ფეხზე დგა. კი, რუსთავშიც იყო 2 დღე რამოდენიმე 1000 ადამიანი, მაგრამ 2 დღე ბათუმის სულყვირის, ზუგდიდის სულყვირის, ქუთაისის სულყვირის ეს კი არა სადამსჯელო რაზმებსაც უშვებენ მან და არა ადამიანებს პოლიციის ფორმაში რომ დაშალონ. იმიტომ რომ დაიჭირონ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩაცხრეს. ვითომ არ ჩაცხრება ქართველი. თუ ნაღდი ქართველია და არა უბრალოდ პირადობაში აქვს დაბადების ადგილი მინიშნებული. ხოდა სად ხართ რუსთაველები? მაგარი მიტყდება მე თქვენს ნაცვლად. რა გახდა რომ შარტავიდან იმამდე რა ქვია კოსტავამდე რომ სრულად გადაკეტილიყო გვერდზე მოძრაობები, სხვადასხვა კუთხეებში შესახვევ, მისახვევ, მოსახვევები და მარტო ერთ გზაზე მოძრავათ. ან სანამ დავდგებოდით იქამდე იმას ეკნა გაევლო, ან მოეარა, ან რაღაცა მაგდაგვარი. ან აჰა, რუსთავში რო გამოდის ერთი მუჭა ხალხი, სირცხვილია, სირცხვილი. ამაზე უკეთეს ადგილას სად უნდა იმყოფებოდე? სალომ. ანუ კი შემოგვიერთდა და ვიცოდი რომ აქაც იდგა, მაგრამ ეს მოძრავი რატოა მაგას ვერ ხვდები. ხო, შეიძლება ის ნაწილი რომელიც არის იქ მივიდნენ და მთელი ხიდი დაიკავონ და ხიდის მიმდებარე ტერიტორია, ბაზარი არა, მიხარია, მაგრამ აქ ხო აკლდება. ანუ ესე არ უნდა იყოს. იქ წავიდა, აქ დააკლდა. ყველგან უნდა იყოს აბსოლუტურად. და 160,000 მოსახლედან არის ვარიანტი რომ ყველგან იყოს. რომ აბსოლუტურად ყველგან იყოს ხალხი. კოსტავიდან შარტავამდე და შარტავიდან კოსტავამდე სულ.
თავის ყველანაირ მისახვევიან მოსახვევიანად რომ გადაიკეტოს, არის მაგის შანსი. არა, იმის იქით კიდე შეიძლება სადმე იყოს ხალხი, მაგრამ არ ვიცი. აი ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია. გამოიწელება და მაქსიმუმ ეს ხიდი და მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტოს. სირცხელია რა. რო 160,000 მოსახლედან ასეთ ცოტა რო გამოდის რუსთავში. და საერთოდ სხვადასხვა აქციები რო არის 2-3 კინკილა ადამიანი რო გამოდის. ძალიან დიდი სირცხელია, რომ მთლიანად შარტავიდან კოსტავამდე რო ვევკეტავთ თავის მისახვევიან მოსახვევიანებიანად მთლიან ქუჩებს. ძალიან სირცხელია, რომ ასე ცოტა ხალხია. ეს მარში არ არის. ეს ჯაჭვია, სადაც დადექი თავიდან რომ გამოხედი იქ უნდა იდგე. და მოგემატოს. არა, რა გინდა ქნა? უშავს თუ არა უშავს, თუ როგორც არის. ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაკავებულია რა. ნახოთ ახლა ეს არ უნდა იყოს მარში, ეს უნდა იყოს ჯაჭვი, გამოხვედი, დადექი. შემოგიერთდა სხვა მორჩა. ანუ არ უნდა იყოს ეს სიარული მარში, ეს უნდა იყოს დადექი, მორჩა, დგახარ იმ ადგილზე. საიმისო ცოტა ვარ სამწუხაროდ. ხო. ეს უფრო აქციას ემსგავსება და მარშს. და არა იმას რა ქვია. ჯაჭვს. ასიდან ავარ მაგდან მანქანები ვისიგნალებენ ეს ბედნიერება ასე თუ ისე ყველაფერი დასაფასებელია. უბრალოდ წყვეტაცა და არ არის რა გადანაწილებული ყველგან და ცოტა არის მოსახლეო. არა ეკტეხავს გამოსული სახლიდან თორე ისე იმის ერთი მიათედით რო ქუჩაში იყოს რამდენიც ვართ. ამ თავარ ქუჩებს გადაკეტავდა თავის ყველა მისახვევ მოსახვევიანა. გაჩერდითო მე მგონი. გადაება უკვე როგორც იქნა, კარგია. ახლა უფრო გაშლაზეა. რამდენად გაიშლება ხალხი. ხელების ჩაკიდვა და გაშლა. აუ ნახოთ. სადამდე გავალთ. აუ შეიძლება სადმე პირველივე შესახვევი დაიკავონ მეგობრობაზე და აუ კოსტავაზე შეიძლება ოდნავ ცოტათი გავიდეს, არ ვიცი. ახლა ის ნაწილიც ცოტა გაიჭიმება და შეუერთდება ერთმანეთს. ახლა ხდება იმ შეერთების მომენტი. გაიშალეთ და ცოტა იქით მხარეს მოემატეთ. გაიშალეთ იქით მხარეს რომ გადაებათ. წვეტა არ იყოს. გაიშალეთ რომ მივებათ. ვაპროტესტებ ბიზნეს დასაქცირება? არა რას ამბობ პირიქით გვიხარია. ის და ყველა მისი მონა უნდა დასანქცირდეს. გადაებით და გაიშალეთ იქით ამ მიმართულებით.
პოსტი მე მგონი ინფო რუსთავის შეიძლება ვწდები. ეგ არის. ყვეტა ნუ არის. მიები და ბავშვები ხარ დედები მთელი ოჯახები სიგრძეზე რა და იქით მხარეს რა. ყვეტა ნუ არის, ჩაკიდეთ ხელი. ახლა გადავალ იქით ნახავ. გადაება თუ ჯერ არა. ორა დროს მიეკა. ერთმა არქნას დაჯერიმება არ ვიცი. რაღაცა გაუგებრობა მოხდა. ეხეთები წამოდი და იმას შეუერთდი და ვსიო რა ხელი. და აქ რა მოხდა ხოლმე? არაფერი. ნასვანი ვარ ოიძახე ხედ მიწეთ ჩავედა და ვსიო. მე მგონი უკვე ჩაება. ხალხი ერთმანეთს. იქ რა მოხდა არ ვიცი. არ ვიცი რაღაც პატარა გაუგებრობა მოხდა პოლიციასთან რა იყო არ ვიცი. არ ვიცი. სალამი. პოლიცია ჩვენთან არაფერი მიმართავდა. რა დავასხოდი მაინც ცოტა დარჩა გადასაბმელად. მაინც არის წყვეტა რა. რადგან მაგარი ნერვები მეტხრება, მაგრამ ცოტა ისინი გადაიწებიან, ცოტა ესენი გამოიწევიან და გადაებმევა რა. შეიძლება ვიღაცა დაგვემატოს კიდეც ეგაც არ ვიცი. ნახეთ. დაი. აი ერთ უთხარი და ველოდები მეგობრებსო. ესე იგი უფრო მეტი გადმოიწევიან, ეს უკვე პლუსია. ამ წუთას არა, 2 წუთის მერე გადმოიწიოს, 5 წუთის მერე, მაგრამ უწყვეტი იყოს რა, მინიმუმ ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია. ავი, სირცხელია მაინც რა. 160,000-დან რომ მარტო ამ ტერიტორიაზე ვცდილობთ რომ იმას ავქნათ. აი. კი, ყველაფერი პლუსი უნდა ვაღიაროთ, რომ საერთოდ რომ გამოვიდა მაინც ხალხი რაღაც ნაწილი, ეს უკვე კარგია. ვინც უმეტესად თბილისში დადის ხოლმე აქციებზე ისინიც რო აქ არიან, დასაფასებელია, მაგრამ ვინც აქციებზე თბილისში დადის ის რო იქ იყოს და აქ რო გამოვიდეს იმდენი რაოდენობა, რომ არა მარტო ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია, არამედ სრულად რო მთავარი ხაზი, ასე ვთქვათ რა, გადაიკეტოს მთლიანი რუსთავის ძალიან მაგარი იქნება და იქნებოდა, მაგრამ რავი, დღეს არ ამგონია ეს მოხერხდეს. თუ რამე საოცრება არ მოხდა საღამომდე. საღამოს კიდე მე უნდა თბილისში წავიდე და არა მარტო გავაჟღერო ის თბილისში რა ხდება, არამედ იქ უნდა ვიყო ქვეყნის გადასარჩენად, ასე ვთქვათ. ხო. რა ვიცი, მინდა იმედი მქონდეს, მაგრამ ზღაპრების ნაკლებად მჯერა ამ ბოლო დროს. რა ვიცი. ნეტა ამან მოიყვანოს თავის მეგობრების ხებმაც დაურეკონ მეგობრებს და მინიმუმ ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია ერთი ჯაჭვით მაინც იყოს რა. ერთ მხარეს მაინც. ორივე მხარეს შანსი არა. ერთ მხარეს მაინც გაერთიანდეს ჯაჭვი და ჩაკიდონ ხელი ერთმანეთს და არ გაუშვან გამარჯვებამდე. როდის იქნება დღეს ხვალზე თუ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი მიდის იმისკენ რა, რომ უნდა გავიმარჯვოთ.
აი აქამდე მოვიდა რა ნაწილი. იმედია კიდე მოემატება. ეს იმედია უწყვეტია. იმედია ახალი რუსთავიდანაც ვინმე დაემატება. არ ვიცი. ძველიდანაც 1-2 აქეთ-იქით მოდის ემატება. სალომ. ხომიცანი. კი ზო. იქ რა ხდება? იქ რა ხდება ხო არის? გვაგინებდა. მე გადაიყარეს. ვინ გვაგინებდა? ჩვენ გვაგინებდა და ჩვენ დასახმარებლად ასე თქვა გაანეიტრალეს. ძალიან კაი. ვიღაცა ჩვენ საპირისპიროდ იყო და ის გადაიყვანა პოლიციამ. ძალიან კაი. ჩვენ დასახმარებლად მოხდა ეგ თემა. მაგას რა ჯობია, რა თქვა უნდა, სულ ისე უნდა იყოს პატიოსნად ხალხის მხარეს პოლიცია გვეხმარებოდეს. ძალიან კაი, ასეც უნდა იყოს და მიხარია რომ ასეც არის. ხელი ჩაკიდეთ. ჯაჭვია მსვლელობა ხო არა? აქ ცალკე რატო დგა არ ვიცი ხალხი. ხიდი და ხიდის მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულად დაკავებულია. Wow! Pilots out! Baba. საქართველოში ოღონდ ევროკავშირის წევრი რო გავხდები. და მაინც პატარა წყვეტები არის და აი აქ მაგალითად ეს წყვეტაც უკვე ეგ არის
მორჩა წყვეტა აღარ არის. ეგ არის. რავი, ერთადერთი დასაიმედებელი ის არის, რომ ხალხი ამბობს, ბევრი არის წასული თბილისშიო რა. ხო, ეგაც კაია, რომ რუსთავში ლოკალურად ასე ვთქვათ, ხიდი სადა ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიკარით, ასე ვთქვათ. მაგრამ რავი, უკეთესი იქნებოდა შარტავიდან იმას რა ქვია, კოსტავამდე რომ სრულად დაკავებული ყოფილიყო მთლიანი რუსთავის მთავარი ხაზი. ხო, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ნუ რას იზამ. ეგაც არა უშავს. კარგია, რომ ბევრი თბილისშია წასული და იქ ეხმარება. როგორც ცოცხალ ჯაჭვს ისე, მსვლელობას ისე, სხვადასხვა აქტივობებს, მარშებს, აქციებს და ასე შემდეგ. აქედანაც დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა რამოდენიმე სახე ვიცი, ვინც როცა იქნება ამის დაბოლოება, ასე ვთქვათ, ემას იზავენ რა ქვია და ისინიც თბილისში შეუერთდებიან აქციებს. ორი აზრი არაა მესმის. მაგრამ ნუ რა, მაინც ასე ვთქვათ, მეტი შეიძლებოდა რა ყოფილიყო. კი, მე რადგან მიყვარს ეს ყველა ადამიანი, ვინც აქ არის და დიდ პატივს სცემ და გულშია ყველა ეს ადამიანი, ვინც აქ დღეს დგას. ყველა ჩემიანია, ასე ვთქვათ. რავი, იმათმა უნდა ითვალონ თავებიო რა. და არა ჩვენო. ხო, ცხადია, მაგრამ ნუ რავი. 160,000 მოსახლიდან მაინც მეტს მოველოდი. კი, დიდი ნაწილი თბილისშია, მესმის და მჯერა კიდეც. მაგრამ მაინც მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველა ვარიანტი უნდა ყოფილიყო. ვიღაცები ლოკალურ თემებზე უნდა ყოფილიყვნენ და მერე წასულიყვნენ თბილისში. არა, თბილისში წასვლის გარეშეც კი უნდა ყოფილიყო. ვინც იქ წავიდა, აქ მაინც მეტი უნდა ყოფილიყო რა. ხო. არ ვიცი რამდენი ადამიანია, მაგრამ ვინც არის ყველა უსაზღვროდ მიყვარს და უსაზღვროდ დიდ პატივს სცემ ყველას უკლებელი. რა ვიღაცას რო თქვა გადაუტრიალდეს და მაგინოს, ცემოს, მე მაინც მეყვარება, იმიტომ რომ ისტორიის სწორ მხარესაა და ჩვენთანაა. იო. დროებით. არ ვჩერდებით, არჩევნები. ორივე. რაღაც ნაწილი იქით წავიდა. ამ ორი ადამიანის უკან კიდე ერთი 8-10 ადამიანია, რომელიც არ ჩანს. დაიცა ძმაო. რადგან არც თბილისს, არც რუსთავს არ ყავს ორგანიზატორი, არ ვიცით სად მიდივარ. ვარაუდობ ალბათ. იქითა ხიდი სრულად დაკავებისკენ და გულისხმობ ასე რა დგომით და არა რამე გადაკეტვითა და ასე შემდეგ. ან შეიძლება მერიასთანაც გავიდეს ამდენი ხალხი. რადგან ნუ ჯაჭვი თუ მთელი ქალაქი ვერ მოვიცვით, ჯაჭვიანი მარშით მაინც მოვიცვათ, ასე ვთქვათ. ცოტა ჯაჭვი არის, ცოტა მარშია, ცოტა შეიძლება აქციაც დაერთოს, არ ვიცი. რაში გადავა, რაში გადაიზრდება.
თავარია რომ მშვიდობიანად ვართ. და ერთი ფაქტი იყო, ვინც ჩვენ გვაგინა, ის დაიჭირა პოლიციამ, რაზეც რა ვიცი, მადლობელი ვართ. ხო. ეგ არის. თბილისის მოვლენებიდან გამომდინარე, როცა მიჩვეული ხარ, უამრავ უსამართლობას, ნებისმიერ რამე სამართალს ნახავ, სამართალდამცველების მიმართ და უკვე გიხარი არა და ეს ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს, არანაირი განსაკუთრებული და არანაირი ზედმეტად სამხარულო ჩვეულებრივი ამბავი. ხო. რა ვიცი, ალბათ მერიასთან შევიკრიფებით, ან უბრალოდ ამ ხიდს დავაჯაჭვიანებთ, დავიკავებთ. ასე ვარაუდობ. არ ვიცი, ვნახოთ. სად გადაინაცვლებს ეს ხალხი. ნაწილი მარშია, ნაწილი ჯაჭვია და ვნახოთ. ვიცი, ვსაუბრობ. არც ოპერატორი ვარ, არც ჟურნალისტი. უბრალოდ ვითავსებ ამ ყველაფერს. აი შემოვედით ქალაქში. გულისხმობ ხიდს გამოვწდით. და რა ვიცი, კარგი იქნება თუ ერთმანეთს დაველოდებით. უკაცრავად. დიდი წყვეტაა იქ ხიდთან. ხო და ცოტა ხანი დაველოდოთ თუ შეიძლება რა. დაველოდოთ? კი, ცოტა ხანი რა. წყვეტა არის დიდი. ხიდის დასაწყისთან არის წყვეტა. სად? ხიდის დასაწყისთან არის დიდი წყვეტა და დაველოდოთ თუ შეიძლება. ეგ არის. მოდის ხალხი. როგორც მსვლელობა ისე გადავიდა. არა უშავს. თავარია ერთიანად ვართ. ვცდილობთ რომ ჯაჭვის პრინციპიც გქონდეს და მსვლელობისაც ერთდროულად. უკან მოგყვება ბლომად ხალხი, რაც მაგრად ასწორებს, ასე ვთქვათ. სასიამოვნოა. ამაზე მეტი სიმაღლე აქ რუსთავში ასაც რომი არ არის არაფერი. კიდე შემორჩა ხალხი მოდის.
სწრაფად უნდა გავიქცე წინა რიგში. აი პირველი ნაწილი აქ გაჩერდნენ შტახნით და წამოვა უკან უამრავი ხალხი. მე მგონი რამდენი უსავის აქცია რო იყო მაშინ არ იყო. და ესეთი თო ჯაჭვის სახით ცოტა ჩანდა და ახლა კარგად ჩანდა. უნდა და გამოჩინა გადში. ხართ და მიხარი ხართ. სირბილი მალე მოხდეს, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით არ უნდა დავიღალოთ. სამშობლოს ნათელი მომავლისთვის არ უნდა დავიღალოთ. სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლი არ უნდა დავიღალოთ. აი რუსთავი, ასწავლის. ჩვენ ვართ. აიქაც მოდიან ემატება ცოტა ხალხი. სამწუხარო ცოტამ გადაუარა სახლში მიდის. არა ვართ ხალხის რაოდენობა. რუსთავისთვის. აი ზოგი იქით ზოგი აქეთ, უმეტესობა აქეთ მოდის.
აქაც ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ. და წევის გაკეთება უნდათ, როგორც ჩანს. შეიკრა წრე რუსთავის ყვალობაზე კაია აი კიდე გვიერთდება ხალხი ცოტა მაგრამ მაინც ნებისმიერი ერთი ადამიანი დიდად მნიშვნელოვანია ნაღარი აღმეთანა რატო არის ის ხა იმნი ხო შეიკრა ერთი წრე ოშ Rose! დავაპაუზე ვიდეო რა პრობლემა არ შემქნოდა ჯიგარ
ძალიან მაგარი ქოლგა იყო. Yes! ენაცალეთ. აქეთი კრიფებიან შეიძლება იმღერონ და დაიშალონ, არ ვიცი ზუსტად. მიზეზი არ ვიცი. აქციებზე უამრავი დაბადების დღე შევესწარი ქოლწილი პირველად.
ხვალდილის მხრიდან პარლამენტთან. მაგრამ რავი, ზოგი დღესაც წავალ, როგორც ფეიერვერკია. და სად არის? სად გავიშვი? მოდი ციტატი ბა. ჩამოუსვით. აუ წვეიც მინდა. რა მე აქ ავარ ერთ-ერთი. ვისაც ხცივა? ინფორუსთავიდან? არ ვიცი. აქ არიან ჟურნალისტები. TV4-დან, იმიდან ინფორუსთავიდან და კიდე სხვები. დღეს. ალბათ, დიდი მე ხო გამოვიყურებ სიმპათიურად რუარში. იძო. საერთოდ ისე მესამე ადამიანი ხარ, ვისაც ცხოვრებაში ვეუბნები, რადგან თვითონ მკითხეს თორე ისე მე გოგოები მიყვარს. გოგოებს ვეუბნები. აუ, რამდენი კადრი მაგ გამაზული ასე შემთხვევით. დიდად საინტერესო რა იყოს. ბებომ დაიჭირა და ეს მე რო დავიჭირო, მაგამდე ხოდა ინსულტიო ჩემ ქმარსა. აი რაღაც აღარ გაიგე. მორე მაგ მომენტში გამართული მქონდა. ეგ არის ვიშლებით ნელ-ნელა და გადავდივართ თბილისში. ჩაუ. გემშვიდობებით დროებით ამ ვიდეოზე უკვე ჰერი თბილისისკენ. თბილისის დიდ მარშებსა და აქციებზე. 2024 ჯუჯების სტუდიო რუსთავ fuck the system შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც შენ ბუდავ მე ვდგავარ ვიფც შენ მესვრი მე ვდგავარ ვიფც ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში